გაუნათლებლობის რეფორმა უკვე მოქმედებაშია და პირველ რიგში შეეხოს სამხატვროს, თეატრალურსა და კონსერვატორიას. ანუ ამ უნივერსიტეტებს მისწერეს, რომ უნდა გაათავისუფლონ თანამშრომლები და დაახლოებით ეს შეეხება 50%-ს ამ პროფესორებისა. ანუ გამოდის რომ თინათინ ჩანთალუხაძე, რომელიც არის კულტურის მინისტრი, შეადგენს კომისიას და ეს კომისია განსაზღვრავს, ვინ უნდა ასწავლოს ამ უნივერსიტეტებში. ანუ წარმოიდგინეთ, ვის აირჩევს ეს კომისია პროფესორად, სრულ პროფესორად, ხო? ალბათ იმას, ვინც ყველაზე მეტად აჟღერებს კობახიძის და ქოცების აზრებს. ანუ არის იმე ქოცი. ხო და რეალურად ეგ უნდათ, რომ კრიტიკული აზრი მოისპოს უნივერსიტეტებში, რაღაც ინდოქტრინაცია მოხდეს, იდეოლოგიზირებული გახდეს ეს პროცესი და განსხვავებული აზრი არ იყოს იმ თავისუფალ სივრცეებში, რომელიც არის დასავლური სივრცე, სადაც ყველაფრის თქმა შეგვიძლია, ხო? ანუ პირველ რიგში შეეხო იმ უნივერსიტეტებს, სადაც თვითონ ადმინისტრაცია ამბობდა უნივერსიტეტების, რომ აი ჩვენ ეს საერთოდ არ შეგვეხება, იმიტომ რომ ეს განკუთვნილია კონკრეტული უნივერსიტეტებისთვის, ხო? ესეთი ამბავია, მინდა გითხრათ, რომ ყველა შეეხება ეს გაუნათლებლობის რეფორმა, როგორც სტუდენტებს, მოსწავლეებს, ასევე მშობლებს, ყველას აბსოლუტურად. ამიტომ ეს არ არის კონკრეტული ჯგუფის ამბავი, ეს არის მთელი საქართველოს პრობლემა, რომელიც უნდა მოვაგვაროთ.